გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელის სიახლეებით. კვარაცხელია საუკეთესო გარემარბებს შორის. მიქაუტაძის უარი პარისა და რენს. აინტრახტს კონკრეტული ინტერესი აქვს. ვიდეოს დაწყებამდე კითხონა, რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე ნუ დაიზარებ არხის გამოწერას, რადგან ჩვენი მიზანია, რომ 95,000 გამომწერზე ავიდეთ. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. ტრანსფერის დახურვას ეცდებიან. ბეშიქტაში ზურიკოს არ ეშვება. საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევი ზურიკო დავითაშვილი თურქულ ბეშიქტაშს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. ცნობილმა თურქმა ჟურნალისტმა იტან სიუზგიუნმა თავის YouTube არხზე განაცხადა, რომ სტამბოლელების მიზანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ვინგერის დამატება და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ქართველ ფეხბურთელს განიხილავენ. სიუზგიუნის ინფორმაციით თურქები ეცდებიან, რომ ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დახურონ. გავრცელებული ცნობებით კი სენტ-ეტიენი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონ ევროს მოითხოვს. ასევე დავითაშვილის გარდა ბეშიქტაშის რადარზე ჩელსის შემტევი ჯეიდონ სანჩო და სასუოლოს გარემარბი არმანდ ლაურიენტე არიან. ჩაკვეტაძე და ვალენსია ყველაფერი რაც უნდა იცოდე. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება გიორგი ჩაკვეტაძის ვალენსიაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავლენიანი სააგენტოები და სატრანსფერო ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ღამურებთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და დიდია შანსი, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვალენსიურ გუნდს შეუერთდეს. ამ ინფორმაციის პარალელურად კი ვოტფორდთან დაახლოებულმა სააგენტო ვოტფორდ ობსერვერმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელა, სადაც დეტალურად შემდეგი რამ არის ნათქვამი. ამ კვირაში საქართველოდან გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ჩაკვეტაძემ ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბში პოტენციური ტრანსფერის წინ ამ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით კაჭკაჭებს ესპანური მხარისგან ჯერჯერობით არაფერი სმენია. თუ მათი მხრიდან ინტერესი რეალურია, მაშინ მათ იმაზე გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე სავარაუდოდ შემოთავაზებული 10 მილიონი ევროა. სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გუნდის ლიდერების გაშვებას არ აპირებენ. ჩაკვეტაძეს ვოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მისი გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის. ასევე თავად ჩაკვეტაძესაც ნათქვამი აქვს, რომ აკოფნით ბედნიერია. მას კი ძალიან სურს, რომ გუნდს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს. წერს ვოტფორდთან დაახლოებული სააგენტო. მაგრამ როგორც იწერება, ჩაკვეტაძეს ვალენსიაში გადასვლა სურს და ამასთან დაკავშირებით თავის თანამემამულეებს, მამარდაშვილსა და ქოჩოლაშვილს ესაუბრა. ასევე გუშინ ესპანურ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჰექტორ გომესმა დაასახელა თანხა, რომლის მიღებას ყრაზანებს სურთ და როგორც ირკვევა, საუბარი მინიმუმ 10 მილიონ ევროზეა. ასევე იწერება, რომ ღამურები ანდრე ალმეიდაზე არიან დამოკიდებული. ვალენსია პორტუგალიელ ფეხბურთელს 10 მილიონ ევრო დაფასებს და მისი გაყიდვის შემთხვევაში ვოტფორდისგან თანხმობის მიღება შეეცდება. ამიტომ როგორც ხედავთ, სიტუაცია საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამართლდება ის ინფორმაცია, რაც ჩაკვეტაძის თავს ტრიალებს, შესაძლოა, რომ რამდენიმე დღეში ქართველი ფეხბურთელი ღამურების შემადგენლობაში ვიხილოთ. ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა საშა ტავოლიერიმ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. ტავოლიერი მიქაუტაძეზე დაწერა და დაასახელა კლუბი, რომელსაც ლიონის თავდამსხმელის მიმართ კონკრეტული ინტერესი აქვს. ტავოლიერის ინფორმაციით, მიქაუტაძემ პარიზისგან და რენისგან შეთავაზებები მიიღო, თუმცა მათ უარი შეუთვალა. როგორც იწერება, თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე, ქართველ ფეხბურთელს ურჩევნია, რომ ლიონში გააგრძელოს ასპარეზობა. ასევე ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის ცნობით, კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, აინტრახტია. გერმანული კლუბი კი ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ელაი ვაი გუნდს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანკ თავდამსხმელს რამდენიმე მსურველი ყავს. სწორედ ამიტომ კი აინტრახტი შეთავაზების მოლოდინშია. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ წელს მიქაუტაძე არ სადარწავა. მიქაუტაძე თავის ოცნების კლუბში გუნდის ლიდერად იქცა და ყველანაირი გასახანი აქვს, რათა უფრო მეტად განვითარდეს და კლუბის ისტორიაში შევიდეს. ამერიკულმა ჟურნალმა Sports Illustratedმა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბები დაასახელა. ტოპ 25-ში კი პარი სენ-ჟერმენის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და აღსანიშნავია, რომ მან მეორე ადგილის დაკავება შეძლო. ეს გამოცემა კი ხვიჩას შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას ნეაპოლში კვარადონას მეცახელი შემთხვევით არ მიუღია. დიეგო მარადონას მსგავსად, მან ნაპოლის საუკუნოვანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ საქმე მხოლოდ ტიტულებში არა. ზოგჯერ ის მარადონასავით თამაშობდა. ხვიჩა დიეგოზე მაღალია და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს ცენტრალური პოზიციის ნაცვლად. სოლო რეიდების მეტოქებზე უშიშრად წასვლებისა და სანახაობრივი სტილის წყალობით კვარაცხელია საკულტო გმირად მალევე იქცა. მისი თამაში არის თავბრუს დამხვევი, ინსტინქტური ელემენტი, რომელიც გულშემატკივრებს ფეხზე აყენებს, ხოლო მცველებს მინდორზე აგდებს. 2025 წლის იანვარში პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ კვარაცხელია კიდევ უფრო წინ წავიდა. ის სარეკორდო სეზონი
ჩემპიონის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომელშიც PSG-მ ისტორიული 4 ტიტული მოიგო, მათ შორის კი ჩემპიონთა ლიგა. კვარაცხელიას ღირებულება ამაზე მაღალი არასდროს ყოფილა. მარადონას მსგავსად კი ქართველი სუპერვარსკვლავის შეუძლებას ჩვეულებრივად აქცევს. წერია გამოცემაში. ვინისიუსისა და რეალის მოლაპარაკებები შიხშია. ახალი კონტრაქტის საფრთხეშია. ალექსანდერ ისაკის საგა, სკანდალური განცხადება და ნიუკასლის პასუხი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ნიუკასლის თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი კლუბს პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ინგლისის პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამ ისაკი გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, თუმცა 25 წლის შვედი დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო და სკანდალური განცხადება გავრცელა. ვამაყობ, რომ კოლეგებმა გამომარჩიეს და პრემიერ ლიგის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანეს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემს თანაგუნდელებსა და ნიუკასლში მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. დღეს დაჯილდოების ცერემონიაზე არ ვიქნები. გამომდინარე იქიდან, რომ რაც ახლა ხდება, ვთვლი, რომ ცერემონიაზე მისვლას ორი ნაბიჯი არ იქნებოდა. მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჩუმად. ჩემმა დუმილმა კი ხალხს საშუალება მისცა, რომ მომხდარის თავიანთი ვერსია გაეჟღერებინათ. არადა კარგად იციან, რომ მათი ვერსიები არ ასახავს იმას, რაც დახურულ კარს მიღმა ითქვა და რაზეც შეთანხმება შედგა. რეალობა ისაა, რომ პირობები დაიდო და კლუბს დიდი ხანია ჩემი პოზიციის შესახებ ინფორმაცია აქვს. ისე მოქცევა თითქოს პრობლემები ახლახან გაჩნდა, უბრალოდ თავის მოტყუება. როდესაც პირობები ირღვევა, დობა იკარგება და ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. ზუსტად ასეთი მდგომარეობა ახლა ჩემთან და სწორედ ამიტომ ცვლილებები არა მხოლოდ ჩემს, არამედ ყველას ინტერესში შედის. განაცხადა ისაკმა. შვედი ფეხბურთელის პოსტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კი ნიუკასლმა ოფიციალური განცხადება გავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ისინი ისაკის განცხადებით გაკვირვებულები არიან და ფეხბურთელისგან ამას არ მოელოდნენ, მაგრამ მათი განცხადებით ისინი ისაკის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან მისი გაყიდვა კლუბს ძალიან დააზიანებს. ნიუკასლი კი მხოლოდ კლუბისა და გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ცნობისათვის შვედი ფეხბურთელი ნიუკასლის დატოვებას და ლივერპულში გადასვლას გეგმავს. მერსესაიდელებმა კი კაჭკაჭებს შეთავაზებით მიმართეს, თუმცა ნიუკასლმა 100 მილიონ გირვანკა სტერლინგზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ისაკმა ბოიკოტი გამოაცხადა და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. მადრიდის რეალსა და ვინისიუს ჟუნიორს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაპაუზებულია. ბრაზილიელი ვინგერის მოქმედი კონტრაქტი სამეფო გუნდთან 2027 წლის ივნისამდეა. ESPN-ის ინფორმაციით კი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კლუბის შეთავაზების მიღება მიზანშეწონილი არ არის. როგორც იწერება ვინისიუსის გარემოწვა ფიქრობდა, რომ ბრაზილიელის ანაზღაურება წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნებოდა. ეს ყველაფერი კი ბონუსების სახით 30 მილიონამდე ავიდოდა, მაგრამ რეალის საბოლოო შეთავაზება მხოლოდ 20 მილიონ ევროს ითვალისწინებს დამატებითი ბონუსების გარეშე. სწორედ ამიტომ ბრაზილielis აგენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დააცადონ თუ როგორ ჩაივლის სეზონი. ასევე გაიგონ ახალი მწვრთნელის შაბი ალონსოს გეგმები და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავდა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.